ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ჩვენ ისევ ერთად ვართ და ისევ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გაგაცნობთ ლაილაისთან ერთად. ვნახოთ თუ რითი იყო საინტერესო 30 ოქტომბერი ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისათვის. ჩვენს პროგრამაში შემოგთავაზებთ. წიგნის სახლ პარნასში გაგა ნახუცრიშვილთან მოეწყო შეხვედრა. თემურ ცხილაძე და ჯგუფი ფლეში ახალ პროექტებზე მუშაობენ. წიგნის სახლ პარნასში გარდა იმისა, რომ მიმართება პრეზენტაციები, ეწყობა მწერლებთან შეხვედრებიც. ერთ-ერთ ასეთ საღამოს ინფორმატორიც დაესწრო. ამჯერად შეხვედრა გაგა ნახუცრიშვილთან შედგა. ის არაფერი შეიძლება იყოს გაფათიზებული შეძლებდა ნერვების შიშველი ნერვების კომპლექსი და ნერვების და რეგიდო გამოსცეთა ეს მეორე. ბევრი ასეთი. არაფერი ახალგაზრდა შეხედა. მე გამოვლენით შევლენ სოფლის ისეთი ახალგაზრდა თეატრალურ სარდაფში, სხვა ადგილებში ქონია. ასე ვთქვათ, შეხვედრები მკითხველთან და წიგნის სახლში პირველი შეხვედრა. და მე ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები უნდა მოეწყოს წიგნის სახლში, წიგთან ახლოს და უფრო საინტერესო საუბარი იმართება ხოლმე მკითხველს და ავტორს შორის. იგი ძალიან მისაღები აბსურდის თეორია ქართულში. შეყვარების არ ვარ მომხრე როგორც აი რომელიმე ერთი წერლის გაფეთიშების, იმიტომ რომ ეს მაინც იწვევს არ არის მაინც არა ნორმალური. კი გმირი რაღაც გმირი შემისაბაძიც იყო. გაისადმინდა დიახ ლექსების კრებულის გამოცემა ისევ და სადაც შევა გავთავხედე და ერთი-ორი მოთხრობა შევაპარო, ნახოთ როგორ იქნება. თავის პირობითობითაც არის მშვენიერი, ჩემს ცოტა არ არის ჟამთელი. ეს დაბადების დღე ყოფილა. წავალ აქედან იღება და ვითომ სექტემბერში ფლეშის სტუდიაში თემურ ცხილაძე და ჯგუფი ფლეში ახალ პროექტებზე მუშაობენ. უფრო კონკრეტულად კი თავად გვესაუბრებიან. თავიდან ეს სიმღერა მართლა დიდი ხნის დაწერილია, მაგრამ სხვანაირად ჟღერდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმღერა ალბათ ამდენი წელი ელოდებოდა კეთის, იმიტომ რომ დამიჯერეთ ძალიან მოუხდება და ძალიან კაი დუეტი გამოვა. და აუცილებლად ეს სიმღერის დამთავრებისთანავე შეუდგებით ჩვენ უკვე კლიპზე მუშაობას. ყოველ ღამეს სიზმრად ხედა სამბა არის და ეს იყო მგონი ძველი ნატრის ხის სიმღერა და ეხლა რაღაც ახალი ინტერპრეტაციით შესრულდება ჩვენს მიერ. ხაჩი თუ არა სიზმრად მაინც მინდა იყო ჩემთან ერთად შენს თუ ჩემზე გაპანტული ღიმილი სიზმრად მაინც მინდა რბილად, მაგრამ რო არ იყოს საერთოდ შეჭმული. ხო, კაი, აბა. კაი. რა ვიცი, ახალ პროექტებზე მუშაობთ, ერთად ვაკეთებთ რაღაც სიმღერებს, ახალ სიმღერებს. და კიდე ჩვენი ფიქრობთ, რომ დავგეგმოთ რამოდენიმე კონცერტი ქალაქ გარეთ. მამუკა ყლონტის თხოვნით, ეს თხოვნა იყო მამუკასგან, თორე დიდი სიამოვნები დავთანხმდი მე მაგ თოვნას. ქეთისზე უნდა გავაკეთო სულ სხვა სიმღერა, ახალი სიმღერა, რომელიც ქეთის სხვანაირი სახით დაგვანახებს. ეს რაც ახლო მომავალში უნდა გაკეთდეს იმ კლიპთან გადაღებასთან ერთად და პლუს კიდე დღესდღეობით მეორე ქეთის ციკლაურს, ეს მეორე სიმღერა ჩაუწერეთ უკვე და აი იმ სიმღერაზე უნდა გავაკეთოთ კლიპი.
ნინო ქათამაძის გასტროლებმა მოსკოვში ტრიუმფით ჩაიარა და მასე ქართველების ელა ფიცჯერალდიც დაარქვეს. მომღერალმა ბევრ ცნობილ კლუბში გამართა კონცერტი, როგორიცაა მაგალითად კიტაისკი, ლյოტჩიკ და ასე შემდეგ. გასტროლები ბევრმა რუსულმა არხმა გააშუქა და ნინომ უამრავი მიწვევაც მიიღო. სანამ ნინოს მოსკოვიდან საკუთარივე კონცერტების უკვე მზა და სრულყოფილ ვიდეო მასალას გამოუგზავნიან, ტელეკომპანია მზეს და ასევე მაესტროს საშუალება მისცა რამდენიმე კადრით შეექმნა წარმოდგენა იქაურ წარმატებულ ვოიაჟზე. ჩვენ გქონდა ჩვენი ორი დიდი კონცერტი, სოლო კონცერტი იყო. ეს იყო კიტაისკი, ლյотчики და კლუბ ნაბრიეცკაი და გქონდა ჯგუფ პიატნიცასთან, სადაც სიმღერის ორი ბიჭი, არის ესეთი მუსიკა რეგეი და ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ძალიან თბილ მუსიკას, თბილი სიტყვებით მღერიან. და აი ამ ჯგუფის პროდიუსერი არის ჩვენი მეგობარი, ვინც გააკეთა პრინციპში ეს ყველა კონცერტები მოსკოვში. ჯგუფ პიატნიცასთან გქონდა კონცერტი ბიდუაში, სადაც ნახევარი კონცერტი ვიმღერეთ ჩვენ, ნახევარი პრინციპში იყო ამ ჯგუფის კონცერტი და ჩვენ ვიყავით ადამიანები, ვინც პადიაჟოვალი ამ ყველაფერს. დავმეგობრდით და კიდევ უფრო მეტიც მარტში ჩამოვლენ, სადაც ერთად ჩავწერთ ჩვენ ახალ ალბომს. ძალიან სერიოზული თანადგომა იყო აი მასმედიასგან, იმიტომ რომ იყო ტელეარხები, ORT, აი ბოლო დღეს 20-ში ქონდა, სულ გამოგვივიდა ესე კი 4 კონცერტი, იმიტომ რომ ბოლო დღეს ქონდა გადაღება TVC-ზე, არის ესეთი პროგრამა, открытый проект, სადაც თითქმის მთელი პროგრამის დაკვრა მოგვიწია. ისინიც იყვნენ ჩვენს კონცერტზე და იქიდან წამოვიდა, რომ უნდათ რომ შემდეგ აი ეს ჩვენი რაღაც მუსიკის ნაწილი მაინც გვემღერა. რამოდენიმე პროექტის შემოთავაზება არის ერთობლივი იქაურ ჯგუფებთან ერთად და აი რაც მთავარია შემოთავაზება არის რამოდენიმე სტუდიისგან, რომ რეალურად გამოიცეს ალბომი უკვე რუსეთის ბაზარზე. ანუ მე მაგას ვამბობ, რომ ეს ყველა შემოთავაზებები არსებობს. მე იმიტომ ვამბობ, რომ ეს იყო წინასწარი მოლაპარაკებები, ვინაიდან მე გადაწყვეტილება არ მიმიღია. მას მე რაც გამოვა ალბომი საქართველოში, ჩვენ უკვე ამ ალბომის პრეზენტაციას და ასე ვთქვათ, გამოსვლას დავგეგმოთ უკვე რუსეთის ბაზარზე. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.